რომ საქართველოში პოლიტიკური პროცესები დამთავრდა. არას ვერ მიმართო ფიზიკურად. გამოძიება არ არსებობს, ვერ მიმართო ფიზიკურად. არჩევნების გაყალბების ფაქტია ვერ იჩივლებ ფიზიკურად. რაღაცის თქმა გინდა ვერ იტყვიღათ ფიზიკურად. იძახი და არაჩვენებენ. ხო? შენი მოსაზრებების გაზიარება მინდა ამ კედელს ეცემი, იმ კედელს ეცემი. არაფერი არ სად არის პოლიტიკა? სად არის პოლიტიკა? ესე ჩატარდა ორი არჩევნები. It was a very good year. ნუ გზეს და რუსთავის მკვლელობა, რომ ვინმეს მიგვაწებოთ, ჩვენ გქონდა ჩვენი ბრძოლა, ჩვენ გქონდა ჩვენი გზა, ჩვენ გქონდა ჩვენი საარჩევნო კამპანია და ამ ფასეულობების და ღირსების ერთგულები ვჩებით დღესაც. კიდევ ერთხელ და ძალიან გთხოვთ უმთავრესად რუსთავი 20-მზეს თავი დაანებეთ ამ სიბინძურეში თანამონაწილეობას. ორი გვაყენებს სულ პროკურატურის დაკითხვის რეჟიმში. არ შეიძლება ერთი და იგივეს კითხვების სხვადასხვა ინტერპრეტაციის კითხვა. კიდე სხვას ვინმე, არა მარტო მზე და რუსთავი ხო არ არის საქმე, კიდე სხვა ჟურნალისტები ძია. სხვას თუ აქვს ვინმე შეკითხვა. კანდიდატი ვარ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაცვასთან კამათის შემდეგ ეროვნული საბჭოს წევრები ლევან თათმიშვილის კაბინეტისაკენ დავიწყეს. ყველა მათგანი ფესკოს თავმჯდომარის მისაღებში შევიდა და მას ძებნა ოთახში დაუწყეს. You know the word single, but you don't stop everybody. No justice, no peace, no justice. Terrori პირდაპირ ლევან გაჩეჩილაძეს საარჩევნო შტაბის. პირდაპირ მედია ტერორი. აქედან გამომდინარე, თვალიდან იბებზე იწყება შიმშილობის აქცია. სანამ ორი მოთხოვნით. პირველი, ეს არის მოგვეცეს საშუალება, რომ საზოგადოებას ველაპარაკოთ და მეორე მოთხოვნა. თავიდან დაყალბება ჩვენ ვითხოვთ მეორე ტურს. ეს აქცია არ დამთავრდება, იქნება პერმანენტული. ორი მოთხოვნა არ იქნება შესრულებული. ეხლა სააკაშვილის და ბუჯანაძის გასაგონად ვიძახი. მე თქვენ შემოგაკლავთ. სანამ არ მომკლავთ, არ გავჭერდები. Much more than this. Yes, there were times I'm sure you knew when I bit off more than I could chew, and through it all, when there was doubt, I ate it up and spit it out. I faced it all, and I stood tall and did it my way. Love, I've laughed and cried. I've had my share, my fill of losing. Now, as tears subside, I find it all so amusing to think I did all that, and may I say, not in a shy way. Oh no, everybody!
ის თამაშობს ყველაზე ბიზნეს თამაშს. ჩვენ აქ უნდა ვიყოთ ეს, რომ საქართველოს Yes, there were times I saw you when I bit off more than I could chew. But through it all, when there was doubt, I ate it up and spit it out. Let the record show I took the blow and did it მე დავდიოდით, მაგრამ მე მინდა რომ ყველა ნახოთ რა კატმოძულებელი უფლებაც და ეს აუცილებელია. ისინი კატმოძულები არიან, იცით რატო? იმიტომ რომ ქვეყნის გადაშენებაზეა ლაბარაკი. ჩვენ კიდე ყველა ხერხი და ყველა მონა უნდა ვიხმაროთ. აბსოლუტურად ყველა. რომ მოვა რადიკალიზმი, ხედავ, ხელფიქრი, ჩემთვის არ არის ეს ადმინისტრაციული. აბა მოგვიადეთ ვიქნებით და გადაგიდებით რომელიც ლევან გაჩეჩილაძე, როდესაც იგი გადადგება პრეზიდენტობა. როგორ საქმე? რას გააკეთე? რაც მომეპრიანტე იმას გავაკეთე. ნუ არა, ნუ აი მაინც. ისევ აუცილებელია რა რომ საქართველოში გავხოთ კაცები, არა კაცებისაგან. მე დედაკაცებსაც გულისხმობ, იგივე მათ სასარგებლოდ, მათთვის და მათ გადასარჩენად. იმიტომ რომ უნდა ითქვას ყოველთვის სიმართლე, სიმართლიდან უნდა გააკეთო ანალიზი, ანალიზიდან მიიღო გაკვეთილი, რომ შემდგომ ბრძოლის მერე იყოს სულ გამარჯვებული. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხავთ ბატონ ლევან, როგორ განწყობაზე ხართ იმ ცნობილი ნარკოლოგიური შემოწმების შემდეგ, სკანდალური შემოწმების შემდეგ, ძალიან ბევრი ადამიანისთვის იყო ერთგვარი მოულოდნელობა, როდესაც აღმოჩნდა შესაძლებელია სხვაზე ელოდნენ, რომ შესაძლებელი იყო ვინმე ვთქვათ, სიიდან მოხვედრილიყო მათ რიგში, ვისთან მიმართებაში იგივე ნარკოტესტის გავლის დროს კითხვები შეიძლებოდა გაჩენილიყო, მაგრამ ლევან გაჩეჩილაძემ რა სიტყვით? რატომ მოხევით აი ამ სკანდალის? ძალიან მაგარ განწყობაზე ვარ. ორი მიზეზის გამო. პირველი მიზეზი არის ის, რომ ამ კანონში აღმოვაჩინე საზოგადოების გაჩმორების პირდაპირ კანონმდებლობა. ეს ახალი ტერმინი ლევან გაჩეჩილაძის გაჩაჩანაკების გაჩმორებული საზოგადოება. არა არის გაჩაჩანაკების მიმართულება, იმიტომ რომ შეუძლიათ 8 წლის ბავშვი გააჩერონ და აიყვანონ ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე. მე ჩემმა მეგობრებმა გამომიგზავნეს სწავლები, რომლებიც ურეცეპტოდ იყიდება, სადაც არის პრეპარატი, რომელიც მე აღმოვაჩინეს და მეორე ძალიან გამიხარდა, რომ აპირებდნენ, რომ ეთქვათ, რომ გინდა თუ არა აკლე მეხარო, მაგრამ არ გამოვიდა. ნარკოტიკი არასოდეს არ გაუსინჯავს ლევან გაჩეჩილაძე. არასოდეს. არასოდეს. არასო პლანი არ მოუწევი არასოდეს.